მე მერგო გამოწვევებზე საუბარი. ყველაზე რთული სიტუაცია მგონია რომ სვანეთში არის. ჩვენი განმობრუნებული მანქანა სასტრაფო, სადაც მარიამიზის შიგნით. ყველაზე დიდი მხარდაჭერა ისევ ვიგზენით მოქალაქეებისგან. ერთი თვე იყო გასული, რაც ეს რკინა ჩაუდგეს ლავიწში და უკვე ბანაკის დაგეგმვა დაიწყო. 2025 წელი უნდა შევაჯამოთ და თან გაგაცნოთ გუნდის წევრები, რომლებსაც შეიძლება ჩემსავით ისე ხშირად ვერ ხედავთ ხოლმე. და შეიძლება საერთოდაც არ ყავდეთ ნანახი. მოსწავლეების განათლება. პროექტის დეველოპმენტი. თანადამფუძნებელი და პროექტის განვითარება. ფოტოები, ვიდეოები და სოფლებში სიარული. ხარდამჭერებთან ურთიერთობა და სოცმედია. პროექტის მართვა, სოფლებში სიარული და ბანაკები. მადლობით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან რთული წელი იყო 2025 ყველასთვის, მთელი საქართველოსთვის და ჩვენი მხარდამჭერების გარეშე ვერ შევძლებთ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რაც წარმოიქმნა და ამაზეც მე მოგიყვებით. 2025 წელი დავიწყეთ შემართებით, როგორც ყოველთვის. და 4 იანვარს უკვე ვიზიტებზე ვიყავით სოფლებში. მოვიარეთ გორი, ზუგდიდი და რაღაცნაირად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ოღონდ 22 თებერვლამდე. მოდი. მიკროფონი მოგცეთ თუ როგორ? რა გახსოვს ბოლო კადრი 22 თებერვალს? ჩვენი განმობრუნებული მანქანა სასტრაფო, სადაც მარიამიზის შიგნით და ძალიან ბევრი ხალხი გარშემო. უკვე თბილისში ვიყავით და გვეგონა რომ სულ ცოტაც და სახში ვიქნებოდით, ძალიან დაღლილები, გაყინულები და უეცრად შუქნიშანზე მისი წითელი ენთო გამოვარდა მანქანა და ეჯახა ჩვენს მანქანას და აი ფილმებში რომ ინახავს რაღაც ეგეთ ამბავში ამოყავით თავი, იმიტომ რომ ჩვენი მანქანა გაისროლა. ამოყირავდა და თავზე ციტრიალა. მაგ დღეს ყველაზე მძიმედ რაც მახსოვს, რამდენიმე წამი იყო, როცა ირმას ხმა ვეღარ გავიგე და მეგონა რომ აი მეთქი არ ვიცი. ეგ-6-ში გამოყვა ოპერაციაზეც, რომ ირმას ხმა რო ვერ გავიგე, რომ გამოვედი, მაშინაც ირმა და ლერი ვიკითხე ოპერაციიდან. მაგ მომენტში მეც ის მქონდა, რომ მარიამის ხმა არ მესმის, მარიამის ადარი. ლერი გესმოდა? ლერი ყველას გესმოდა. რამდენი 6-7 წელია, თუ მე რამდენი წელია ერთად დავდივართ და ყოველ შაბათ-კვირას გზაზე რო ხარ, აი სადღაც წარმოგიდგენია, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს, ანუ რაღაცნაირად თითქოს მზად ხარ ამისთვის, რომ ოდესმე შეიძლება რამე მოხდეს და აი მომენტში მე მაგას ვფიქრობდი, რომ ტრიალებდით სახურავზე, რომ ღმერთო არ მჯერა, რომ მართლა ხდება მეთქი ეს ყველაფერი. ძალიან უცნაური იყო. მარიამს ოპერაცია დაჭირდა, იმიტომ რომ უკან იჯდა და ყველაფერი ზედ დაეცა, რაც კი რამე მქონდა მანქანაში. გატეხილი ლავიწით ყავს წარმოდგენილი ბოლო 1 წელია. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება მივიღეს, სისხლის სამართლის საქმე არის, დაზარალებული სტატუსი ძლივს მოვიპოვე 9 თვის შემდეგ, იმ ადამიანს, რომელმაც ამდენი ადამიანი გაგვწირა, მართვის მოწმობაც კი არ შეჩერებია და ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მიმართულებით. წელიწადში 5000-მდე ადამიანი შავდება, 500-მდე ადამიანი იღუპება და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ასეთ შემთხვევებში პასუხისმგებლობა არ დგება დროულად და შესაბამისად. ანუ ადამიანები ფიქრობენ, რომ არა უშავს ავარია მოუვიდათ, ამდენი ადამიანი დააზარალეს და მე ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საქმეს მაქსიმალურად ბოლომდე მივყვები, რომ რაღაცნაირად ეს იყოს მაგალითი, რომ სხვის სიცოცხლეს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და ყველას, ვინცაც ეს ვიდეო შეხვდება და მოგვისმენს, ძალიან უნდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, იმიტომ რომ აი სულ ერთმა წამმა შეიძლება ვიღაცის სიცოცხლე შეიწიროს და მე ვეღარ შევცვალოთ ეგ მოცემულობა. ესე დავჭით ნათხოვარი მანქანის და მარჯვენა ხელის გარეშე. თან ეს იმ ფონზე, როცა 2025 წლის მთავარი გეგმა იყო სვანეთის დაწყება. ჩვენი რამდენი წლის ოცნება. სვანეთში წასვლა რატო გვინდოდა ძალიან? ყველაზე რთული სიტუაცია მგონია რომ სვანეთში არის, იმიტომ რომ გაცილებით უფრო რთული ვითარება არის ინტერნეტის დაფარვის მხრივაც, ოჯახებსაც გაცილებით უფრო მეტად უჭირთ, უფრო მეტი გამოწვევა აქვთ და შესაბამისად მეტი მოსწავლე დაგვხვდა, ვისაც ჭირდებოდა კომპიუტერი და ინტერნეტი. სვანეთი იყო ის ერთი რეგიონი, სადაც ჯერ არ ყავდა მოსწავლეები ჩართული და ეგ იყო ჩვენი გეგმა 2025 წელს, ხო, რომ მთელი საქართველო დაგვეფარა. და განხორციელდა ეს გეგმა. კი, მანქანით ვერ, მაგრამ რა ქვია იმას არც ვიცი, თვითმფრინავი არ არის ეგ. ერთი თვე იყო გასული, რაც ეს რკინა ჩაუდგეს ლავიწში და უკვე ბანაკის დაგეგმვა დაიწყო. ანუ მე თუ ვერ წავალ ისე ვერ ჩავჯდები მანქანაში, ვერ გავემგზავრები, რომ ბავშვებს ლეპტოპები წავუღო, იმათ ჩამოვიყვან აქ ბანაკში და მაინც გადავწევ ლეპტოპებსა და მაქედან დაიწყო ჩვენი ბანაკები. კი, ბანაკების გრძელი ისტორია. ხო, 2025 წელი ალბათ მაგითაც იყო გამორჩეული, იმიტომ რომ საგანმანათლებლო კუთხითაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ბანაკებმა ალბათ იმიტომ გაამართლა, რომ თემები შერჩეული იყო იმის მიხედვით, რაც მოსწავლეებს მართლა სჭირდება და აინტერესებთ, მაგალითად პროფორიენტაცია არის თითქმის ყველას გამოწვევა. ძალიან რთულია დღეს შეარჩიო პროფესია, მით უმეტეს, როცა ამდენი ახალი
შესაძლებლობა არსებობს, ასევე ადამიანის უფლებები, ფინანსური წიგნიერება, ინტერნეტთან როცა აქვთ კავშირი, კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ფაქტების გადამოწმება შეეძლოთ და არ მოექცნენ არასწორი ინფორმაციის გავლენის ქვეშ. ამიტომ ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად შემეცნებითი ნაწილი და საგანმანათლებლო ნაწილი კარგად შეერწყა ამ პროცესში და ბავშვებისთვის ეს საინტერესოც იყო, სახალისოც იყო და ინფორმაციულიც. თან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი საგანმანათლებლო მიმართულება არ არის მარტო ბანაკები და ამის მიღმაც მუდმივად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია. მე მგონი რაზმი კი ამაზე კიდევ უკეთესად ხდება, როცა ლეპტოპს გადავცემთ მოსწავლეს, ამის მერე რა ხდება? ყველას ბანაკში ვერ ჩამოვიყვანთ სამწუხაროდ. მაგრამ საბედნიეროდ არის ინტერნეტი. ხო, გარდა ბანაკებისა, რასაც ვაკეთებთ, ეს არის რომ თავაზობთ საშუალებებს, რომ ონლაინ მიიღონ განათლება. და ამ მხრივ რამდენიმე მიმართულებაში გამოვყოთ. ერთი ეს არის ჩვენი პროექტის მეგობრები ონლაინ აკადემიები, ვინც ესწრება ამ კურსებს და სწავლობს, აქვთ საშუალება რომ რაღაც ახალი უნარი შეიძინონ, ხალხი გაეცნონ, იგივე ეგრეთ წოდებული networking-ი რაც არის. კიდევ ერთი მიმართულება არის ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა თემაზე, რომელსაც ატარებენ ჩვენი პროექტის მხარდაჭერები. ერთ-ერთი იყო ხელოვნური ინტელექტი და განათლება, როგორ გამოიყენო სწავლაში. ასევე ქონა ერთ-ერთი თემა ევროპაში დასაქმება და სწავლა. და ამ მხრივაც ხო, ვცდილობთ რომ რაც მოსწავლეებისთვის ვფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება, ამ მხრივაც დავეხმაროთ. გარდა ამისა, გვყავს ასევე მხარდამჭერები, ასე ვთქვათ, კერძო პირები და მოქალაქეები, ვინც თავის ცოდნას უზიარებს მოსწავლეებს. ერთი რაც მახსენდება, იყო ესეთი არის მასწავლებელი ინგლისური ენის, ვინც ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ინგლისურის მომზადებაში. კარგად ვართ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ეს გამოგვივა. 10-დან რამდენ ქულაზე ხართ? 200 მოდი. არა, მე ჩვენი პროექტი ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ვებსაიტზე დგას, იმიტომ რომ აქ ვხვდებით მოსწავლეების ისტორიებს, ანგარიშებს, შემოწირულობებს აქ შემოდის ჩვენი მხარდამჭერებისგან და მოკლედ თუნდაც ტექნიკური მიმართულებით ყველაფერს უზრუნველყოფს მაია ფაქტობრივად და ამაზე გვინდა რომ ახლა მოგვიყეს, იმიტომ რომ შარშანაც ახალი ფუნქციონალი დავამატეთ და როგორი იყო ეს პროცესი? წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გვიწევს საკმაოდ ბევრ საინტერესო საკითხზე მუშაობა. გამოვარჩევდი ბოლოს დამატებულ ფუნქციონალს, რომელიც არის წამოიწყე შენი კამპანია, დაბადების დღეზე ან დღესასწაულზე. პროფილში დაგხვდებათ თქვენთვის შექმნილი უნიკალური ბმული, რისი გაზიარების საშუალებაც გექნებათ სოციალურ მედიაში და შემდეგ უკვე დეტალური ანგარიშის ნახვასაც შეძლებთ, თუ რამდენი თანხა შეგროვდა მოსწავლეებისთვის თქვენი დახმარებით. 2025 წელს ბევრი გამოწვევები იყო, ყველა გუნდის სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა. აი, გიორგი პროექტის განვითარებაზე მუშაობ, შენ და როგორ შეაფასება. ძალიან გადაცემა. აი, მე მერგო გამოწვევებზე საუბარი. ძველ დროს მეფეებს როცა უგზავნიდნენ ადამიანებს, რომლებიც ცუდ ამბებს ცუდი ამბები მიქონდას, ჯიდნენ იმათ და იცი ეგა. თავარი გამოწვევა რა თქმა უნდა არის დაფინანსება, იმიტომ რომ ჩვენ საქველმოქმედო ორგანიზაცია ვართ, ძირითადად დაფინანსება მოდის მაინც მოქალაქეებისგან, რომლებიც ვებგვერდის მეშვეობით რიცხავენ ყოველთვიურად თანხებს, მაგრამ ამ ახალი კანონებიდან გამომდინარე საერთაშორისო ევროპულ დაფინანსებას შეექმნა პრობლემები. მანამდე ქონია შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად GIZ აფინანსებდა მოსწავლეების ტრენინგებს, რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით, ბანაკებს და ესეთი ტიპის დაფინანსება აღარ არის და შესაბამისად საგანმანათლებლო პროექტები მაკუთხით ბევრად შემცირდა. შეიძლება პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარეა თუ ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ კომპანიები, კორპორაციები ქვეყანაში ასევე აფინანსებდნენ აქტიურად, თუმცა შარშან მინიმალურად იყო ეს დაფინანსება. რისკი ექმნება თვითონ ორგანიზაციას მდგრადობის კუთხით, ანუ ერთია რომ თანხები არსებობს კონკრეტულად მოსწავლეებისთვის, მაგრამ მეორე არის თანხები, რომლებიც თქვათ გუნდზე და გუნდის მუშაობაზე, ხელფასებზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამას ეს არის ერთ-ერთი კიდე გამოწვევა, რომ მოახერხოთ რაღაცნაირად, რომ ეს გადავლახოთ. და ზოგადად წირი რესურსით კეთდება ალბათ უმეტესი ჩვენი საქმე. ნუ რო არ ვთქვათ, რომ ჩვენი მანქანა არ გვყავს და არ ვქირავთ, ან დონორები გვთავაზობენ და თავიანთი მანქანით მიდიან მარიამი და ირმა მოსწავლეების ჩასართავად. და ერთი მთავარი რაც მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა ისევ ვიგზენით მოქალაქეებისგან, შეიძლება ეს იმანაც გამოიწვია, რომ დღეს თანადგომა პროტესტებიდან გამომდინარე ძალიან ისეთი, ვთქვათ, აქტუალური თემა ერთმანეთის და
გაგვეზარდა მხარდამჭერების რაოდენობა, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ის ყველაფერი, რაც თქვენ ლაპარაკეთ, შარშან ეს ყველაფერი განხორციელდა. პროექტი არის თავდება იქ, რომ ვაწვდით მხოლოდ ინტერნეტს და ლეპტოპს, შემდეგ მოდის განათლების ნაწილი და ერთ-ერთი რაც იმედი გვაქვს, რომ წელს შეიძლება შევძლოთ, არის ბიზნესებთან დავიწყოთ პარტნიორობა, რომ ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც კონკრეტულ უნარებს შეიძენენ, ან უმაღლესებს, სადაც სწავლობენ ან კონკრეტულ კურსებზე, რომ დაიწყონ პრაქტიკები ამ კომპანიებში და დასაქმდნენ. ზოგადად შედეგებს ძირითადად რიცხვებში ზომავენ ხოლმე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ალბათ იზომება თითოეული მოსწავლის წარმატებით ან ასრულებული ოცნებით, მიღწეული მიზნებით. კი, ისე გვიხარია ხოლმე, აი ერთი ჩვენი მოსწავლე უკვე სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით იტალიაში წავიდა სასწავლებლად, ერთი რომელიც სკანდინავიური ენებით იყო დაინტერესებული, ხა ნორვეგიაში სწავლობს, ზოგმა თავისი სტარტაპი დაიწყო და რო ხვდებიან ეს მოსწავლეები და პირადადაც გვიყვებიან იმ ისტორიებს, მე სულ გვინდა რომ ჩვენს მხარდამჭერებსაც გაუზიაროთ, ეს შედეგია მათი დახმარების. ყოველ თვე და ყოველ წლის ბოლოს ძალიან გვიხარია ხოლმე თქვენთვის შედეგების გაზიარება და ზოგადად 3338 მოსწავლე და მუშაობის 8 წელი ესეთი მასშტაბური და კარგად ჟღერს ეს რიცხვები, მაგრამ არ უნდა გვავიწყდეს, რომ მთლიანობაში პრობლემა საკმაოდ დიდია და კიდევ ათასობით მოსწავლე გველოდება საქართველოს რეგიონებში, რომლებსაც ასევე არ აქვს ცდომა საბაზისო რესურსებზე და შეიძლება იყოს ეს ის პოტენციალი, რომელსაც კარგავს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ წელსაც შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას და დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით კიდევ უფრო მეტ მოსწავლეს ჩავრთავთ, გადავცემთ ლეპტოპს, დაუფინანსებთ ინტერნეტს და გავუზიარებთ შესაძლებლობებს.